მოკლედ როგორც იქნა დაგიბრუნდით და გამოუჩნდი. ესე იგი, მინდა გითხრათ, კარგად ვარ, ძალიან ბევრმა გოგონამ მომწერა, რომ რა გჭირს, სად ხარ. გოგოებო, ბიჭებიც მწერდნენ, არაფერი არ მჭირს, უბრალოდ არ მქონდა დრო და პლუს კიდე არ მაქვს საშუალება გაბრაზებული ვარ, რომ ჩავწერო ვიდეოები და რატო? აი, ჩემ ფონს დაგანახებთ ცოტა ოდენად ყუთები და მთელი ამბები რო ხდება უკან ბალიშები და ასე შემდეგ, ეხლა ჩამოვეფარები. ეხლა რა შესაქმე? რაც ამ სახლში გადმოვედით, ველოდები რომ იქნება დამადგეს საშველი და ეს ოთახი, რომელიც განკუთვნილი მაქვს ვიდეოებისთვის, რაღაცნაირად იქნება გამოსწორდეს და რაღაცნაირად იქნება ჩამოვკიდო ფარდები და მოკლედ მაგრამ ვინაიდან ჩემი ქმარი არის, ესე იგი, აბსოლუტურად დაკავებული ადამიანი და არავის არ აძლევს საშუალებას, რომ თავის ნივთებს, ესე იგი, მივეკაროთ, შესაბამისად, მაქვს აი ეს უკან, რაც ხდება. აბსოლუტური, ესე იგი, ყუთებში ჩალაგებული, პაპაჩემის დროინდელი პასტები და ფანქრები, ნუ სასწაულებს აგროვებს ეს კაცი. ცუდად გავხდი, რო ჩამხედება იმე. მეთქი, ბიჭო, რადგინა ეს კალამი, რომელიც აღარ წერს და ანებე თავი მინდაო, ხო და გინდა მეუთხე ჩაათრიე შენ სამუშაო კაბინეტში და მაცადე რომ მეც ესე იგი გავაკეთო ისრეს, მაგრამ არა. ელოდება ყოველ შაბათ-კვირას და ყოველი შაბათ-კვირა რომ მოდის, მე გადავდივართ, კინოებზე და ასე შემდეგ და ისვენებს და ნელა ყოველგვარი დაზარების გარეშე აკეთებს ამ ყველაფერს და მოკლედ მე მაქვს ფსიქოზი. ერთი სიტყვით, აღარ დაველოდე ახლა ამ რაღაცების გაკეთებას და ვიფიქრე, გავალ მეთქი ჩაუწერ გოგოებს, რომ ბიჭებსაც რომ მიხვდნენ მეთქი, რომ კარგად ვარ თქო. მოკლედ ამ გადასვლა-გადმოსვლაში ჩემი აი ესე მიკროფონის თავაკიცე დაიკარგა გოგოებო. და მოკლედ, ეხლა დავსერიოზულდები. მე გადავწყვიტე, რომ დღეს მინდოდა ჩამეწერა უფრო სერიოზული პოდკასტი, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია, მაგრამ ძალიან ზედაპირულად მიმოვიხილავ, თუმცა ვამზადებ თემას ამასთან დაკავშირებით და მინდა რომ ნარცისებზე გესაუბროთ. მექნება ძალიან პროფესიული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა. თუმცა დავაპროგნოზებ ნარცისისტული, ასე ვთქვათ, გამოვლინებები თითოეულ ადამიანში არსებობს, მაგრამ არსებობს საფეხურები, ხო? მეც მაქვს ნარცისისტული რაღაც ნიშნები, ჩემს მეუღლეს ძალიან ბევრი ნიშნები აქვს ნარცისისტული და მე მაგასაც განვიხილავ, თუმცა მე აღმოვაჩინე გასაღები, როგორ შეიძლება ეს ნარცისისტული გონება და მისი აი ეს ნაკლი, ასე ვთქვათ, გადავიყვანო ისეთ პოზიციაში, რომელიც ჩემთვის იქნება მომგებია. ეხლა რატომ ხდება ეს? რატომ უნდა გადაიყვანოთ თქვენთვის მომგებიან პოზიციაში? ამ ყველაფერს გასწავლით, იმიტომ რომ თქვენ თუ ნარცის, აი დაახლოებით, მოდი სპექტრი ვთქვათ. ხო არის 100%-იანი ნარცისი, არსებობს 90, 80, 50, 70, 2% და ასე შემდეგ, ხო სხვადასხვა სპექტრებია. მე მაქვს ჩემი მეუღლე არის დაახლოებით 45-დან 48%-მდე ნარცისი. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვარ სიგმა და ანუ სიგმა პოზიცია ქალს შეუძლია ძალიან მარტივად იმოქმედოს ნარცისზე და მოატრიალოს ყველაფერი ისე როგორც უნდა. ზუსტად ამ ფიშკებს გასწავლით ჩემო გოგონებო. ასევე მამაკაცებო თქვენც თუ ნარცის ქალებთან გაქვთ საქმე, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მამაკაცების დამახასიათებელი, ქალებსაც აქვთ. მეც რაღაცა კუთხით ნარცისი ვარ, უბრალოდ ახლა ჩემი პროცენტულობა არ გამომითვლია, ესეც ჩემი ნარცისისტული ასე ვთქვათ, გამოვლინებებიდან გამომდინარე და არ ვიცი, მაგრამ ხვდები რომ აქვს ეს მომენტებიც, ხო? ამიტომ აი ამაზე გვექნება საუბარი. სხვა შორს ახლა ეს უბრალოდ რაღაც ისე გამომივიდეთ, თითქოს ეს არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის კატასტროფა. ნარცის კაცთან ურთიერთობას შეუძლია მოგიტანოთ ფსიქოლოგიური ტრამვები, შეუძლია გაგაგიჟოთ, გამოგიყვანოთ წყობილებიდან სრულებით, ამოგაგდოთ ყოველგვარი ციკლებიდან, ამოგაგდოთ აი ნორმალური, ასე ვთქვათ, ცხოვრების ეტაპებიდან, გაგანადგუროთ, გამოგაცალოთ სასიცოცხლო ენერგია და ისეთ პოზიციებში რომ შეიძლება საერთოდ ვერც ადგენთ საწოლიდან, იმიტომ რომ იმდენად მიდის ეს ენერგია იმის ამოხსნაზე, რომ რატომ მეკცევა ასე და სინამდვილეში ამას პასუხი აქვს მხოლოდ ერთი. იმიტომ გეკცევათ ასე, რომ არ გააჩნია ემპათია და თუ გააჩნია ძალიან მცირე და პლუს კიდე ეს არის ნარცისი ადამიანი. ამიტომ აი ამ იმზე გვექნება საუბარი, ვამზადებ
კარგ ტექსტს ამასთან დაკავშირებით, რომ პროფესიულ დონეზე აგიხსნათ, რამდენი სახის ნარცისი არსებობს, რა სახის გამოვლინებები აქვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამავდროულად ერთ-ერთმა ბიჭმა ძალიან დიდი მადლობა მე მგონი დიმიტრი ქვია ამ ბიჭს, ხო, რაღაცა კარგ თემებს მაწვდეს ხოლმე და აი ამ ბიჭმა მომაწოდეს თეაზრი, რომ ჩაწერეო თემა რატო კლავენ მამაკაცები ქალებს, რატო კლავენ საყვარელ ქალებს და რატო ისტუმრებენ იმ ქვეყნიერში თავის ცოლებს, შვილების დედებს და ასე შემდეგ. მე ადრე მქონდა ერთი ჩაწერილი სალტანაძე და ბიშიმბაევზე, კვანტიკ ბიშიმბაევზე, აი ამ მაგალითზე, მაგრამ ამ მაგალითს კიდევ უფრო მეტად გავშლი და ძალიან დაწვრილებით აგიხსნით, რატო მოხდა, ნუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს თემა ძალიან საინტერესო არის, მაგრამ ესე ვერ განვაზოგადებ, რატო, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავის სისტემა აქვს, ეს სისტემის ბრალით შესაძლებელია იყოს, შესაბამისად, ანუ მე უფრო ფსიქოლოგიური კუთხით მინდა რომ მივუდგე ამ ყველაფერს, ასე რომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემები გვექნება, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა საკმაოდ საინტერესო იქნება ამ არხზე. თუ რაიმე სახის, ასე ვთქვათ, კონკრეტულ მაგალითზე გინდათ, ეხლა მე მაგალითად კონკრეტული მაგალითია ის გამახსენდა სალტანატის და ბიშიმბაევის, იმიტომ რომ აქტიურად ვადევნებდი თვალყურს სასამართლო პროცესებს. თქვენ თუ რაიმე სხვა სახის მაგალითი გახსენდებათ, ან გინდათ რაიმე კონკრეტული სიტუაციის განხილვა, თუნდაც საქართველოში მომხდარ სიტუაციას და შემდეგ სადაც შეგიძლიათ რომ მასალები მომაწოდოთ, ან უბრალოდ მითხრათ შეიძლება რომ ნახო, შეგვიძლია კონკრეტულ მაგალითებზეც განვიხილოთ ეს ყველაფერი, ასე რომ ძალიან ბევრი საინტერესო გველოდება ამ არხზე. ძალიან მიხარია რომ ბევრი მიყურებთ და გენატრებათ ჩემი, ასე ვთქვათ, ჩარტები, დაკავებულიც ვიყავი გოგონებო, ესე იგი ჩემს პიანინოში გეხედავთ უკან. ერთი მხარე მაქვს მარტო დალაგებული აქვს, სადაც პიანინო მაქვს, იმასაც ვერ მეცადინეობ, ყუთები მაყრია თავზე. ხო და ამაზეც დაკავებული ვიყავი, მაგრამ ეხლა მოვიცალი და მინდა რომ შემოგიერთდეთ მთელი მონდომებით ჩემო ძვირფასებო, ასე რომ კოცნით გეხვევით და აუცილებლად ამიტომეთ კომენტარებში რა სახის თემების განხილვა გნებავთ და გსურთ დროებით.